წარმოიდგინეთ, 1953 წლის 27 მარტი, კრემლის კედლებს მიღმა, სადაც სტალინის ცხედარი ჯერ კიდევ თბილია, ერთი კაცი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც ერთი ღამით გაათავისუფლებს 1.201.728 ადამიანს. ეს კაცი არის ლავრენტი ბერია, ადამიანი, რომლის სახელზეც მთელი ქვეყანა კანკალებს, ადამიანი, რომლის ხელებზე უთვალავი უდანაშაულო სისხლია. და აი ახლა ის ანადგურებს იმ სისტემას, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა. რატომ? რა ხედავდა ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? და რატომ ზუსტად ეს გადაწყვეტილება გახდა მისი სასიკვდილო განაჩენი? სტალინის სიკვდილიდან 22 დღის შემდეგ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ გლოვობდა დიდ მეგობარს, ბერია უკვე მუშაობდა იმაზე, რაც საბჭოთა კავშირის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა. მან მალენკოვს მინისტრთა საბჭოს ახალ თავმჯდომარეს საიდუმლო მემორანდუმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტში, რომელიც დღემდე ინახება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში, ბერია მოითხოვდა დაუყოვნებლივ ამნისტიას. არა რაიმე ჰუმანისტური იმპულსის გამო, ბერია არასოდეს ყოფილა ჰუმანისტი, არამედ იმიტომ, რომ მან ზუსტად იცოდა, გულაგის სისტემა კოლაფსის პირასაა. მილიონობით პატიმრის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე მათი შრომით მიღებული სარგებელი. ეს იყო ეკონომიკური აუცილებლობა, რომელსაც მხოლოდ ბერია ხედავდა ისეთი სიცხადით. დოკუმენტი გამოქვეყნდა. ერთი ღამით, ათასობით ბარაკიდან, ციხიდან, ლაგერიდან ადამიანები დაიძრნენ თავისუფლებისკენ. მაგრამ ვინ იყვნენ ისინი? ოფიციალური პროპაგანდა, რომელიც მოგვიანებით ხრუშჩოვმა შექმნა, ამბობდა, სისხლისმსმელი მკვლელები, რომლებიც ბერიამ განზრახ გამოუშვა ქაოსის შესაქმნელად. სინამდვილეში აბსოლუტური უმრავლესობა იყო რიგითი ადამიანები, ხალები, რომლებიც სამსახურში დააგვიანეს და საბოტაჟში დაადანაშაულეს, გლეხები, რომლებმაც კოლმეურნეობიდან ხორბალი მოიპარეს შიმშილის დროს, ბაზრობაზე სპეკულაციით დაჭერილი მოხუცები. ეს იყო სტალინური სისტემის მსხვერპლნი, რომლებსაც ბერია ახლა აბრუნებდა ცხოვრებას. მაგრამ რატომ? აქ იწყება ის პარადოქსი, რომელიც ბერიას ფიგურას ისევ რთულს ხდის გასაგებად. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აშენებდა რეპრესიების მანქანას, ახლა პირველი იყო, ვინც დაიწყო მისი დემონტაჟი. 1953 წლის 4 აპრილს, სტალინის სიკვდილიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ბერიამ გამოსცა საიდუმლო ბრძანება ნომერ 38. ამ ბრძანებით კატეგორიულად აიკრძალა დაკითხვების დროს ფიზიკური ზემოქმედების, წამების გამოყენება. მან ბრძანა, რომ ლუბიანკასა და ლეფორტოვოს ციხეებში ფიზიკურად განადგურებულიყო ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც წამებისთვის გამოიყენებოდა. წარმოიდგინეთ ეს სცენა, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ ამ ინსტრუმენტებს, ახლა ანადგურებენ მათ ბერიას პირადი ბრძანებით. რა გრძნობდნენ ისინი? შიშს, გაბრაზებას, თუ იქნებ ფარულშვებას. მაგრამ ბერია არ შეჩერებულა ამნისტიაზე. მან დახურა ექიმთა საქმე, ის საშინელი ანტისემიტური კამპანია, რომელიც სტალინმა თავისი სიცოცხლის ბოლო თვეებში დაიწყო და რომელიც ქვეყანას ახალი რეპრესიების ტალღისკენ მიჰყავდა. მან გაათავისუფლა ყველა დაპატიმრებული ექიმი, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მთელი საქმე ყალბი იყო და დაისაჯა ის გამომძიებლები, რომლებიც წამებით აძალებდნენ აღიარებებს. ეს იყო უპრეცედენტო ნაბიჯი, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში მაღალჩინოსანი აღიარებდა, რომ სახელმწიფო უსამართლობას ჩადიოდა. შემდეგ მოვიდა მეგრელთა საქმე. ეს იყო სტალინის პირადი შურისძიება ქართველი ელიტის წინააღმდეგ, რომელშიც თავად ბერიაც იყო ჩართული. მაგრამ ახლა სტალინის გარეშე ბერიამ გაბედა ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იქნებოდა, მან გაათავისუფლა ყველა დაპატიმრებული ქართველი მაღალჩინოსანი და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მთელი საქმე ფაბრიკაცია იყო. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა სტალინის მემკვიდრეობისადმი. ეს იყო განცხადება, ძველი წესრიგი მთავრდება. მაგრამ ყველაზე რადიკალური იყო ის, რაც ბერია გულაგის თავად სისტემასთან აკეთებდა. მან შეაჩერა კომუნიზმის დიადი მშენებლობები, სალეხარდი იგარკას რკინიგზა, თურქმენეთის მთავარი არხი და სხვა გიგანტური პროექტები, რომლებიც პატიმართა შრომაზე იყო დაფუძნებული. რატომ? იმიტომ, რომ ბერიამ, როგორც უმაღლესი დონის მენეჯერმა, სუსტად იცოდა, ეს პროექტები ეკონომიკურად წამგებიანი იყო. პატიმრების შენახვა, კვება, დაცვა უფრო ძვირი უჯდებოდა სახელმწიფოს, ვიდრე მათი შრომით მიღებული სარგებელი. გულაგი იყო ეკონომიკური აბსურდი და ბერია პირველი იყო, ვინც ამის თქმა გაბედა. წარმოიდგინეთ ის მომენტი, როდესაც ბერია პოლიტბიუროს ხდომაზე ამბობს, ჩვენ ვხარჯავთ უზარმაზარ რესურსებს იმ ადამიანების დასაპატიმრებლად, რომლებიც არაფერს უშლიან ხელს სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ სხვა წევრების სახეები, მალენკოვი, ხრუშჩოვი, მოლოტოვი,
როდესაც ისინი ამას ისმენენ. ისინი ხედავენ, რომ ბერია უბრალოდ ამნისტიას კი არ აცხადებს, არამედ ანადგურებს იმ სისტემას, რომელზეც მთელი მათი ძალაუფლება დგას. და ეს მათ აშინებს. რადგან თუ ბერიას შეუძლია გულაგის გაუქმება, რა სხვა წმინდა ინსტიტუტების გაუქმება შეუძლია მას. მაგრამ ბერია არ ჩერდება. მაისში და ივნისში ის აგზავნის წერილებს მოკავშირე რესპუბლიკებში, უკრაინაში, ბელარუსში, ბალტიისპირეთში. ამ წერილებში ის მოითხოვს რუსიფიკაციის შეწყვეტას და ადგილობრივი კადრების დაწინაურებას. ის ამბობს, რომ რესპუბლიკებში უნდა იყოს ადგილობრივი ხალხის წარმომადგენლები ხელმძღვანელ პოზიციებზე, არა მოსკოვიდან გამოგზავნილი რუსები. ეს იყო პირდაპირი შეტევა იმპერიის ფუნდამენტზე. ეს იყო იდეა, რომელიც საბჭოთა კავშირს ფედერაციად აქცევდა, არა ერთიან იმპერიად. და ეს იყო ის, რაც ბერიას მოწინააღმდეგეებს საბოლოო არგუმენტს აძლევდა. ხრუშჩოვი, ეს ერთი შეხედვით უწყინარი, გლეხური იმიჯის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც სინამდვილეში ბრწყინვალე ინტრიგანი იყო, ხედავდა ყველაფერს. ის ხედავდა, რომ ბერია ქმნიდა ახალ საბჭოთა კავშირს, სადაც არ იქნებოდა გულაგი, არ იქნებოდა წამება, არ იქნებოდა რუსული ჰეგემონია. და ხრუშჩოვი ესმოდა, რომ ასეთ კავშირში მისთვის ადგილი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ ბერიას რეფორმები ნიშნავდა ძველი გვარდიის სტალინის ეპოქის ნომენკლატურის დასასრულს. და ხრუშჩოვი ზუსტად ამ ძველი გვარდიის წარმომადგენელი იყო. მაგრამ ყველაზე საშიში იდეა, რომელიც ბერიამ გამოთქვა, იყო გერმანიის საკითხი. 1953 წლის ივნისში, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში აჯანყება დაიწყო, ბერიამ პოლიტბიუროს შესთავაზა რადიკალური გადაწყვეტა: გერმანია უნდა გამხდარიყო ერთიანი, ნეიტრალური, ბურჟუაზიული სახელმწიფო. ეს ნიშნავდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, გდრის გაუქმებას. ეს ნიშნავდა საბჭოთა კავშირის უკან დახევას ევროპიდან. ეს ნიშნავდა ცივი ომის დასასრულს, ბერიას პირობებით. და ეს იყო ის, რაც პოლიტბიუროს შოკში ჩააგდო. წარმოიდგინეთ ის სხდომა. ბერია ლაპარაკობს მშვიდად, ლოგიკურად ციფრებით. ის ხსნის, რომ გდრის შენარჩუნება ეკონომიკურად წამგებიანია, რომ გერმანიის გაერთიანება საბჭოთა კავშირს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ვიდრე დაყოფილი გერმანია. მაგრამ სხვები არ ესმით ეკონომიკა. მათ ესმით მხოლოდ ერთი, ბერია უარს ამბობს სტალინის მთავარ მემკვიდრეობაზე, აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა იმპერიაზე. და ეს არის ღალატი. ხრუშჩოვი იწყებს მოქმედებას. ის ფარულად ხვდება პოლიტბიუროს სხვა წევრებს, მალენკოვს, მოლოტოვს, კაგანოვიჩს. ის მათ ეუბნება, ბერია გვაპირებს ყველას გაანადგურებას. ის ქმნის პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პარტიაზე მაღლა. ის გვაქცევს თავის მარიონეტებად და ეს მუშაობს. იმიტომ, რომ ყველა ეშინია ბერიას. ყველა მიცის, რომ ბერიას აქვს დოსიეები ყველაზე, ყველა დანაშაული, ყველა სიძულვილი, ყველა სისუსტე. და ყველა ფიქრობს, თუ ბერია გადაწყვეტს ჩემი განადგურება, ვინ შემიშველის. 1953 წლის 26 ივნისი. პრეზიდიუმის სხდომა კრემლში. ბერია შედის დარბაზში, არაფერს ეჩვობს. მაგრამ ეს სხდომა განსხვავებულია. ოთახში არიან არა მხოლოდ პოლიტბიუროს წევრები, არამედ გენერლებიც, ჟუკოვი და სხვები. ხრუშჩოვი იწყებს ლაპარაკს. ის ადანაშაულებს ბერიას ყველაფერში, ჯაშუშობაში, შეთქმულებაში, ხალხის მოღალატეობაში. ბერია ცდილობს უპასუხოს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ეს არ არის დებატები. ეს არის დაპატიმრება. ჟუკოვი იძლევა ნიშანს. კარი იღება და შემოდიან შეიარაღებული ოფიცრები. ბერია ხედავს მათ და ესმის. მაგრამ უკვე გვიანია. მას აპატიმრებენ იქვე კრემლში და გახყავთ. ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის მთელ რეპრესიულ აპარატს, ახლა თავად ხდება ამ აპარატის მსხვერპლი. მაგრამ აქ არის ყველაზე დიდი ირონია, ბერიას ადანაშაულებენ არა იმაში, რაც მან რეალურად ჩაიდინა, არა მილიონობით უდანაშაულოს რეპრესიებში, არა წამებაში, არა მკვლელობებში. მას ადანაშაულებენ იმაში, რაც მან არ ჩაიდინა, ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, შეთქმულებაში პარტიის წინააღმდეგ, ხალხის მოღალატეობაში. ადამიანი, რომელმაც გააუქმა ტროიკები, ის უკანონო სამეულები, რომლებიც წუთებში გამოსცემდნენ სასიკვდილო განაჩენებს და მოითხოვა სასამართლო პროცესების კანონის ფარგლებში დაბრუნება, თავად გასამართლეს ზუსტად სტალინური, უკანონო მეთოდებით, დახურულ კარს მიღმა, ადვოკატის გარეშე, გასაჩივრების უფლების გარეშე. 1953 წლის 23 დეკემბერს ოფიციალური ვერსიით ბერიას ხრეტენ.
მაგრამ არსებობს სხვა ვერსია, რომელსაც ბერიას შვილი, სერგო ბერია, დღემდე ამტკიცებს. ამ ვერსიით არანაირი სასამართლო არ ყოფილა. ბერია მოკლეს დაპატიმრების დღესვე 26 ივნისს საკუთარ სახლში, ხოლო დეკემბრის სასამართლო პროცესი ორეული იჯდა. ეს ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბერიას სიკვდილი იყო პოლიტიკური აუცილებლობა, არა იურიდიული აქტი. და აქ მოდის ყველაზე მწარე ირონია. ბერიას დახვრეტის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი, ადამიანი, რომელმაც მოაწყო მისი დაპატიმრება, იწყებს ზუსტად იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებსაც ბერია ითხოვდა. 1945 წელს ხრუშჩოვი აცხადებს გულაგის სისტემის დემონტაჟს. 1946 წელს ის იწყებს დესტალინიზაციას. 1947 წელს ის აწინაურებს ეროვნულ კადრებს რესპუბლიკებში. ყველაფერი, რისთვისაც ბერია მოკლეს, ხრუშჩოვი ახორციელებს და ისტორიაში შედის როგორც დიდი რეფორმატორი. მაგრამ რატომ? რატომ ბერიას არ შეეძლო ეს გაეკეთებინა, ხოლო ხრუშჩოვს შეეძლო? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ბერია იყო ძალიან ძლიერი და ძალიან საშიში. მას ჰქონდა რეალური ძალა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, მილიონობით ადამიანის დოსიეები. თუ ბერია რჩებოდა ცოცხალი და აგრძელებდა რეფორმებს, ის გახდებოდა ახალი დიქტატორი, შესაძლოა უფრო ლიბერალური, მაგრამ მაინც დიქტატორი. ხოლო ხრუშჩოვი იყო სუსტი. მას არ ჰქონდა ბერიას ძალა. ამიტომ მისი რეფორმები არ იყო საშიში, ისინი იყო კონტროლირებადი. და აქ ხვდებით ბერიას ტრაგედიის ბირთვს. ის იყო ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ესმოდა სისტემის პრობლემები, რადგან თავად იყო ამ სისტემის შემქმნელი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნება და ძალა ამ სისტემის შესაცვლელად. მაგრამ ის იყო ასევე ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა ხელებზე, ძალიან ბევრი მტერი, ძალიან ბევრი შიში გარშემო. და როდესაც ისცადა სისტემის შეცვლას, სისტემა მას გაანადგურა, არა იმიტომ, რომ ის ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან საშიში იყო. 1953 წლის 27 მარტს, როდესაც ბერია ხელს აწერდა ამნისტიის დოკუმენტს, ის იცოდა, რომ ეს იყო რისკი. ის იცოდა, რომ ეს გააბრაზებდა ბევრს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი. იმიტომ, რომ გულაგის სისტემა არ მუშაობდა. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი ვერ გააგრძელებდა არსებობას ძველი მეთოდებით. იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც დღემდე აწუხებს ისტორიკოსებს, იცოდა თუ არა ბერიამ, რომ ეს მისი სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა? იცოდა თუ არა, რომ ამნისტია, წამების გაუქმება, გულაგის დემონტაჟი, გერმანიის გაერთიანების იდეა, ყველაფერი ეს ერთად იქნებოდა ძალიან ბევრი ძალიან მალე. იქნებ ის ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა დრო. იქნებ ის ფიქრობდა, რომ სხვები ვერ გაბედავდნენ მის წინააღმდეგ გამოსვლას. თუ იქნებ ის უბრალოდ არ ზრუნავდა, იმიტომ რომ ესმოდა, რომ თუ ის არ შეცვლიდა სისტემას, სისტემა თავისთავად ჩამოიშლებოდა. წარმოიდგინეთ ოთახი ლუბიანკაში, სადაც 1953 წლის აპრილში, ღამის 2 საათზე, ერთი კაცი ზის მაგიდასთან და კითხულობს დოსიეებს. ეს კაცი არის ბერიას პირადი ექიმი, ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს სახელით, მაგრამ რომელიც იცის ყველაფერი. მან ნახა ბერიას სხეული ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნახა როგორ იცვლებოდა, როგორ დაძაბულობდა, როგორ ბერდებოდა. და ახლა, ამ ღამით, ის კითხულობს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეუკვეთა უცხოეთიდან ბერიასთვის. ეს ჩამონათვალი ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის არქივში, ფონდი 9401-ში და ის ამბობს იმას, რასაც ოფიციალურად არასოდეს აღიარებდნენ, ბერია იყო მძიმე დავად. წარმოიდგინეთ ის მედიკამენტები, პრეპარატები გულის უკმარისობისთვის, ნერვული სისტემის დაავადებებისთვის, ქრონიკული ტკივილისთვის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველდილით იღვიძებს და იცის, რომ მისი სხეული უღალატებს მას. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მილიონობით ადამიანის ბედს, მაგრამ ვერ აკონტროლებს საკუთარ ორგანიზმს. და ახლა დაფიქრდით, რა გრძნობდა ბერია, როდესაც ის იცოდა, რომ დრო მთავრდებოდა? რა გრძნობდა ის, როდესაც ესმოდა, რომ თუ ის არ შეცვლიდა სისტემას ახლავე, დაუყოვნებლივ მას აღარასოდეს ექნებოდა ამის შანსი. ექიმი იხსენებს ერთ ღამეს, 1950 წლის დეკემბერის, სტალინის სიკვდილამდე 3 თვით ადრე. ბერიას გულის შეტევა ჰქონდა. არა დიდი, არა ის, რაც კლავს, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ შეეშინებინა. ექიმი მოვიდა შუაღამისას ბერიას კერძო რეზიდენციაში და ნახა ის, რასაც არავინ უნდა ენახა, ბერია იწვა საწოლში, ფერმკრთალი, ოფლიანი, შეშინებული. არა იმ შიშით, რომელიც სიკვდილის შიშია.
არამედ იმ შიშით, რომელიც დროის დაკარგვის შიშია. რამდენი დრო მაქვს? კითხა მან ექიმს. და ექიმმა უპასუხა ჭეშმარიტად, თუ გააგრძელებთ ასე 2-3 წელი. თუ შეცვლით რეჟიმს, შესაძლოა 5, ბერიამ გაიცინა, ცივი, მწარე ღიმილი. 5 წელი, თქვა მან. საკმარისია. მაგრამ რისთვის იყო საკმარისი? რისთვის სჭირდებოდა ბერიას ეს 5 წელი? პასუხი მოდის არაოფიციალური დოკუმენტებიდან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან ახლოს იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ბერიას პირადი მდივანი, ქალი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ხედავდა ყველაფერს, მაგრამ არასოდეს ლაპარაკობდა, 1990-იან წლებში ცხოვრების ბოლოს ჩაწერა ინტერვიუ. ამ ჩანაწერში, რომელიც ინახება კერძო არქივში, ის ამბობს, ბატონი ბერია იცოდა, რომ სისტემა კვდებოდა. ის ამბობდა, ჩვენ ვაშენებთ სახლს ლიქიან ფუნდამენტზე. თუ ახლა არ გავაძლიერებთ მას, ყველაფერი ჩამოიშლება. ის არ ლაპარაკობდა კომუნიზმზე. ის არ ლაპარაკობდა იდეოლოგიაზე. ის ლაპარაკობდა გადარჩენაზე. გადარჩენა. ეს არის სიტყვა, რომელიც ხსნის ბერიას ქმედებებს 1953 წელს. ის არ ცდილობდა იყოს რეფორმატორი. ის არ ცდილობდა იყოს ლიბერალი. ის ცდილობდა გადაერჩინა სისტემა, რომელშიც თავად იყო ჩართული, რადგან ესმოდა, თუ ეს სისტემა ჩამოიშლებოდა, ის თავად ჩამოიშლებოდა მასთან ერთად. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რათა გადაერჩინა სისტემა, მას უნდა გაენადგურებინა ის, რაც ამ სისტემას აყალიბებდა. და ეს იყო თვითმკვლელობა. წარმოიდგინეთ ბერია 1953 წლის მაისში, როდესაც ის მარტო დგას თავის კაბინეტში, ფანჯრიდან უყურებს მოსკოვს და ფიქრობს. რაზე ფიქრობს ის? შესაძლოა იმაზე, რომ 20 წლის წინ 1929 წელს, როდესაც სტალინმა პირველად დაავალა მას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობა, ის იყო ახალგაზრდა, ამბიციური, შეუპოვარი. ის აშენებდა იმპერიას შიშისა და კონტროლისა. და ახლა 20 წლის შემდეგ ის ანგრევს ამ იმპერიას. რატომ? იმიტომ რომ ის ხედავს, რომ შიში აღარ მუშაობს. იმიტომ რომ ის ხედავს, რომ კონტროლი ძალიან ძვირი ჯდება. იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ახალი თაობა ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ რევოლუციის შემდეგ, აღარ ეშინიათ ისე, როგორც ძველებს ეშინოდათ. მაგრამ ბერია ასევე ხედავს რაღაც სხვას, ის ხედავს, რომ თუ ის არ შეცვლის სისტემას, სხვა ვინმე შეცვლის. და ეს სხვა ვინმე შეიძლება იყოს ხრუშჩოვი, შეიძლება იყოს მალენკოვი, შეიძლება იყოს ვინმე, ვისაც ბერია ჯერ არც კი იცნობს. და როდესაც ეს მოხდება, ბერია იქნება არა რეფორმატორი, არამედ დამნაშავე ყველაფერში, რაც ძველ სისტემაში ცუდი იყო. ამიტომ ის უნდა იყოს პირველი. ამიტომ ის უნდა იყოს ის, ვინც იწყებს ცვლილებებს. რადგან მხოლოდ ასე შეუძლია მას გადარჩენა. და აქ ჩნდება ის, რაც ბერიას ტრაგედიას ყველაზე ადამიანურს ხდის, მისი ოჯახი. ბერიას ჰყავდა ცოლი, ნინო და შვილი, სერგო. ისინი ცხოვრობდნენ კერძო რეზიდენციაში, მოსკოვის ცენტრში, სახლში, რომელიც გარედან ჰგავდა ციხეს, მაღალი კედლები, დაცვა, ბოდბოდიანი მავთული. მაგრამ შიგნით ეს იყო ჩვეულებრივი სახლი, ოჯახური სადილები, საღამოს ჩაი, ლაპარაკი ყოველდღიურ საკითხებზე. სერგო ბერია, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი ინჟინერი და ჩაწერდა მემუარებს, იხსენებს ერთ საღამოს 1953 წლის ივნისი, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მამას დააპატიმრებდნენ. მამა მოვიდა სახლში გვიან დაღლილი, წერს სერგო. ის ჩაჯდა სასადილო მაგიდასთან, მაგრამ არაფერი შეეხო საჭმელს. დედა ჰკითხა, რა გაწუხებს, მამამ გაიღიმა ის ღიმილი, რომელიც არასოდეს აღწევდა მის თვალებამდე და თქვა, არაფერი. უბრალოდ დავიღალე, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს სიმართლე არ იყო. მე ვხედავდი, როგორ უყურებდა ის ჩვენ დედას და მე, თითქოს ცდილობდა დაემახსოვრებინა ჩვენი სახეები. თითქოს იცოდა, რომ ეს შეიძლება ბოლოჯერ იყოს. იცოდა თუ არა ბერიამ. იცოდა თუ არა, რომ შეთქმულება მის წინააღმდეგ მწიფდებოდა? ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ არა, რომ ბერია სრულიად გაოცებული იყო, როდესაც 26 ივნისს დააპატიმრეს. მაგრამ არსებობს სხვა მტკიცებულებები. ბერიას პირადი მძღოლი, რომელიც მასთან იყო ბოლო დღეებში, მოგვიანებით ამბობდა, ბატონი ბერია იცოდა. ის არ ამბობდა ამას, მაგრამ ის იცოდა. ბოლო კვირაში ის ყოველ საღამოს ამოწმებდა თავის პირად იარაღს. ის ამოწმებდა ყველა გასასვლელს სახლში. ის ამოწმებდა, ვინ იყო დაცვაში. ის ემზადებოდა. მაგრამ რისთვის ემზადებოდა? დაპატიმრებისთვის. თუ ბრძოლისთვის.
აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ბერიას ბოლო დღეებში, რატომ არ გაუწია ის წინააღმდეგობა. მას ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მას ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი. მას ჰქონდა ათასობით ერთგული ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის სიკვდილამდე წასულიყვნენ. რატომ არ გამოიყენა ის ეს ძალა? რატომ წავიდა ის პრეზიდიუმის სხდომაზე 26 ივნისს, როდესაც იცოდა, რომ ეს შეიძლება ხაფანგი იყოს? ერთი ვერსია ამბობს, იმიტომ რომ ბერია არ სურდა სამოქალაქო ომი. ის იცოდა, რომ თუ ის გამოიყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს პოლიტბიუროს წინააღმდეგ, ეს გამოიწვევდა ქვეყნის დაშლას. და ბერია ყველა მისი ნაკლოვანებით იყო პატრიოტი, არა იდეოლოგიური პატრიოტი, არამედ პრაგმატული. ის არ სურდა, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოშლილიყო მისი ამბიციების გამო. ამიტომ ის აირჩია სხვა გზა, ის აირჩია წასვლა სხდომაზე, იმედით, რომ შეძლებდა მათ დარწმუნებას, რომ ის არ იყო მათი მტერი. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, უფრო ბნელი, უფრო ტრაგიკული. ეს ვერსია ამბობს, რომ ბერია უბრალოდ დაიღალა. დაიღალა ბრძოლით, დაიღალა შიშით, დაიღალა იმ მუდმივი ფხიზლობით, რომელიც მას 20 წლის განმავლობაში სჭირდებოდა. და როდესაც მოვიდა ის მომენტი, როდესაც მას უნდა ებრძოლა თავისი სიცოცხლისთვის, მას უბრალოდ აღარ ჰქონდა ძალა. ის იყო 44 წლის მძიმე ავადმყოფი, გაწბილებული კაცი, რომელიც ნახა ძალიან ბევრი სიკვდილი, ძალიან ბევრი ღალატი, ძალიან ბევრი ტკივილი. და შესაძლოა, ის უბრალოდ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო. წარმოიდგინეთ ის მომენტი 26 ივნისი, პრეზიდიუმის სხდომა კრემლში. ბერია შედის დარბაზში და ხედავს მათ სახეებს, ხრუშჩოვის, მალენკოვის, მოლოტოვის, კაგანოვიჩის. ის ხედავს გენერლებს, ჯუკოვს და სხვებს. და ის ესმის, რომ ეს არის დასასრული. მაგრამ რას გრძნობს ის ამ მომენტში? შიშს, გაბრაზებას, შვებას. ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რადგან ბერიამ არასოდეს ჩაწერა თავისი აზრები. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი, როდესაც ხრუშჩოვი იწყებს მისი დადანაშაულებას, ბერია არ ტირის. ის არ ითხოვს წყალობას. ის ცდილობს უპასუხოს, ლოგიკურად მშვიდად, როგორც ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს. მაგრამ ჭეშმარიტება არ იმარჯვებს. იმარჯვებს ძალა. და როდესაც შუკოვი იძლევა ნიშანს და შეიარაღებული ოფიცრები შემოდიან, ბერია ესმის, რომ ეს არ არის სასამართლო. ეს არის აღსრულება. მას აპატიმრებენ, გახყავთ და ის ქრება. 6 თვის განმავლობაში მთელი ქვეყანა არ იცის, სად არის ბერია, ცოცხალია თუ მკვდარი. მხოლოდ 23 დეკემბერს, როდესაც ოფიციალურად აცხადებენ მის სიკვდილს, ხალხი იგებს სიმართლეს. მაგრამ რა სიმართლეს? ოფიციალური ვერსია ამბობს, ბერია გასამართლეს დახურულ სასამართლოზე, სადაც მან აღიარა თავისი დანაშაულები, ჯაშუშობა ბრიტანეთის სასარგებლოდ, შეთქმულება პარტიის წინააღმდეგ, ხალხის მოღალატეობა. შემდეგ მას დახვრიტეს. მაგრამ არსებობს ათობით წინააღმდეგობა ამ ვერსიაში. პირველი, არ არსებობს არანაირი ფოტო ან ვიდეო ამ სასამართლოდან. მეორე, არავინ, ვინც თითქოს იყო იქ, არასოდეს ლაპარაკობდა დეტალებზე. მესამე, ბერიას ცხედარი არასოდეს გადაეცა ოჯახს. მეოთხე, სერგო ბერია, მისი შვილი, დღემდე ამტკიცებს, რომ მამა მოკლეს დაპატიმრების დღესვე, 26 ივნისს, და რომ ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ, იყო სპექტაკლი. ვინ არის მართალი? ჩვენ არასოდეს გავიგებთ დარწმუნებით. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბერიას სიკვდილი იყო პოლიტიკური აუცილებლობა. ის უნდა მომკვდარიყო არა იმიტომ, რომ ის იყო დამნაშავე, ყველა პოლიტბიუროს წევრი იყო დამნაშავე იმავე დანაშაულებში, არამედ იმიტომ, რომ ის იყო საშიში. საშიში არა თავისი ძალით, არამედ თავისი იდეებით. იდეებით, რომლებიც ცვლიდა საბჭოთა კავშირს. იდეებით, რომლებიც ანადგურებდა ძველ წესრიგს. იდეებით, რომლებიც ხრუშჩოვმა მოგვიანებით მოიპარა და გამოიყენა საკუთარი დიდებისთვის. და აქ არის ბერიას ისტორიის ყველაზე მწარე ირონია, ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა 1.201.728 პატიმარი, თავად მოკვდა პატიმრად. ადამიანი, რომელმაც გააუქმა წამება, თავად შესაძლოა წამებული იქნა. ადამიანი, რომელმაც მოითხოვა კანონიერი სასამართლო პროცესები, თავად გასამართლეს უკანონოდ. ადამიანი, რომელმაც სცადა სისტემის გადარჩენა, გაანადგურა თავად ამ სისტემამ. მაგრამ იყო თუ არა ეს გარდაუვალი? შეეძლო თუ არა ბერიას სხვაგვარად მოქცევა? შეეძლო თუ არა მას უფრო ნელა მოქმედება, უფრო ფრთხილად, უფრო დიპლომატიურად? შესაძლოა.
მაგრამ ბერია არ იყო დიპლომატი. ის იყო ინჟინერი ადამიანი, რომელიც ხედავდა პრობლემას და ეძებდა ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას. და პრობლემა იყო ეს, გულაგის სისტემა კოლაფსის პირას იყო. საბჭოთა კავშირი ვერ გააგრძელებდა არსებობას ძველი მეთოდებით. რაღაც უნდა შეცვლილიყო და უნდა შეცვლილიყო სწრაფად. ბერიამ სცადა ეს ცვლილება. და ეს მოუკლავს. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ბერიას ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, არა პირადი ტრაგედიის გაგებით, არამედ ისტორიული ტრაგედიის გაგებით. ტრაგედია ადამიანისა, რომელმაც შექმნა სისტემა, რომელიც მას შემდეგ გაანადგურა. ტრაგედია ადამიანისა, რომელმაც სცადა სწორი საქმის გაკეთება არასწორი მიზეზების გამო. ტრაგედია ადამიანისა, რომელიც იყო ძალიან ჭკვიანი, რომ არ ენახა სისტემის პრობლემები, მაგრამ ძალიან სუსტი, რომ შეეცვალა ისინი ისე, რომ გადარჩენოდა. მაგრამ შესაძლოა ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ბერიას იდეები არ მოკვდა მასთან ერთად. ისინი გადარჩნენ. ისინი გადარჩნენ ხრუშჩოვის რეფორმებში, რომლებმაც დახურა გულაგი. ისინი გადარჩნენ დესტალინიზაციაში, რომელმაც გააუქმა ძველი რეპრესიული სისტემა. ისინი გადარჩნენ ეროვნული კადრების დაწინაურებაში რესპუბლიკებში. ყველაფერი, რისთვისაც ბერია მოკლეს, მოხდა. მაგრამ ის არ იყო იქ, რომ ენახა ეს. ის არ იყო იქ, რომ მიეღო აღიარება. ის არ იყო იქ, რომ ისტორიამ შეაფასა მისი მცდელობა. და აქ არის კითხვა, რომელიც დღემდე აწუხებს ისტორიკოსებს, იყო თუ არა ბერია რეფორმატორი, თუ ოპორტუნისტი. იყო თუ არა ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად სურდა სისტემის გაუმჯობესება, თუ უბრალოდ ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. პასუხი, შესაძლოა, არის ორივე. ბერია იყო პარადოქსი, ადამიანი, რომელიც იყო ერთდროულად ჯალათი და რეფორმატორი, დამნაშავე და მსხვერპლი, შემქმნელი და განმადგურებელი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოკვდა წინააღმდეგობებში. და შესაძლოა ზუსტად ეს წინააღმდეგობები არის ის, რაც ბერიას ისტორიას ისე ძლიერს ხდის. რადგან ის გვახსენებს, რომ ისტორია არ არის მარტივი, არ არის კარგები და ცუდები, გმირები და ბოროტმოქმედები. ისტორია არის რთული, ბინძური, წინააღმდეგობებით სავსე. და ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, არიან ისეთივე რთული, ისეთივე ბინძური, ისეთივე წინააღმდეგობებით სავსე. ბერია იყო ერთ-ერთი ასეთი ადამიანი. და მისი ამბავი ამნისტიის, რეფორმების და სიკვდილის შესახებ, არის ამბავი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ცდილობს შეცვალოს სისტემა, რომელიც მას შექმნა. წარმოიდგინეთ საიდუმლო არქივი, რომელიც არსებობს მოსკოვში, ღრმად მიწის ქვეშ, სადაც ინახება დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დაწერილი. 1953 წლის ივნისში, ზუსტად ბერიას დაპატიმრებამდე 2 დღით ადრე, ერთმა ადამიანმა შევიდა ამ არქივში და გაიტანა 238 გვერდი. ეს ადამიანი იყო ბერიას პირადი არქივარიუსი, კაცი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებზე. მან იცოდა, რომ რაღაც ხდებოდა. მან გრძნობდა, რომ ჰაერი იცვლებოდა. და მან გადაწყვიტა გადაერჩინა ის, რაც შეეძლო. მაგრამ რა იყო ამ გვერდებზე? რა იყო ისეთი საშიში, რომ უნდა განადგურებულიყო? პასუხი მოვიდა 50 წლის შემდეგ, როდესაც ამ არქივარიუსის შვილმა, ქალმა, რომელიც არასოდეს იცნობდა მამის საიდუმლოებებს, იპოვა ყუთის ხვენში. ამ ყუთში იყო ის 238 გვერდი ფოტოასლები, რადგან ორიგინალები დიდი ხნის წინ გაქრა. და ამ გვერდებზე იყო ის, რაც ხსნის ბერიას ბოლო დღეების ყველაზე დიდ საიდუმლოებას, სია. სია ადამიანებისა, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი. სია ადამიანებისა, რომლებსაც შეეძლოთ ბერიას გადარჩენა ან განადგურება. სია ადამიანებისა, რომელთაგან თითოეული იყო ბომბი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეეძლო აფეთქება. ამ სიაში იყო 33 სახელი. 33 ადამიანი, რომლებიც იცოდნენ ბერიას ყველა საიდუმლოება, მისი ავადმყოფობები, მისი შიშები, მისი გეგმები, მისი სისუსტეები. 33 ადამიანი, რომლებიც თუ ლაპარაკობდნენ, შეეძლოთ ბერიას განადგურება. მაგრამ ასევე 33 ადამიანი, რომლებიც თუ დუმდნენ, შეეძლოთ მისი დაცვა. და ბერია იცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, რომ მისი ბედი დამოკიდებული იყო არა მასზე, არამედ ამ 33 ადამიანზე. და ის ასევე იცოდა, რომ მათგან თითოეული ჰქონდა საკუთარი მიზეზი ლაპარაკისთვის ან დუმილისთვის. წარმოიდგინეთ ბერია 1953 წლის ივნისის 24 საღამოს 2 დღით ადრე, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ. ის ზის თავის კაბინეტში და კითხულობს ამ სიას. ის კითხულობს თითოეულ სახელს და იხსენებს თითოეულ სახეს. პირველი სახელი, მისი პირადი ექიმი, ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი მისი ჯანმრთელობის შესახებ.
მეორე სახელი, მისი პირადი მძღოლი, ადამიანი, რომელმაც იცის, სად დადიოდა ბერია ღამით, როდესაც არავინ უნდა ყოფილიყო. მესამე სახელი, მისი პირადი მდივანი, ქალი, რომელმაც იცის ყველა საიდუმლო შეხვედრა, ყველა საიდუმლო ზარი, ყველა საიდუმლო დოკუმენტი. და ასე გრძელდება 33 სახელი, 33 ადამიანი, რომლებიც ერთად ქმნიან ბერიას სრულ პორტრეტს. მაგრამ რატომ არ გაანადგურა ბერიამ ეს სია? რატომ არ გაანადგურა ეს ადამიანები, როგორც ისაკეთებდა ათასობით სხვასთან? პასუხი მოდის არა დოკუმენტებიდან, არამედ ფსიქოლოგიიდან. ბერია ყველა მისი სისასტიკით იყო ასევე ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა მოწმეები. მას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, ვინ იყო ის რეალურად, არა პროპაგანდის ბერია, არა მითის ბერია, არამედ რეალური ბერია. და ეს 33 ადამიანი იყო ის მოწმეები. ისინი იყო ის, ვინც ხედავდა მას ადამიანად, არა მონსტრად. და ბერია, როგორც ირონიულიც არ უნდა ჟღერდეს, სურდა რომ ვინმე ახსოვდა ის ადამიანი. მაგრამ ეს 33 ადამიანი ასევე იყო ის, ვინც ხედავდა, როგორ იცვლებოდა ბერია ბოლო წლებში. ისინი ხედავდნენ, როგორ ბერდებოდა ის, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. ერთ-ერთი მათგანი, ბერიას პირადი ბარბერი, რომელიც ყოველ კვირას ჭრიდა მის თმას 20 წლის განმავლობაში, მოგვიანებით ამბობდა, 1929 წელს, როდესაც პირველად ნახე ბატონი ბერია, მისი თმა იყო შავი, მკვრივი, ძლიერი. 1953 წელს, ბოლო ჯერზე, როდესაც ვჭერდი მის თმას, ის იყო თეთრი, თხელი, მშრალი. მაგრამ არა მხოლოდ თმა შეიცვალა. შეიცვალა მისი თვალები. ისინი იყო დაღლილი, ისეთი დაღლილი, რომ ჩანდა, რომ ის არ ეძინა წლების განმავლობაში. ეს არის ის, რაც ოფიციალური ისტორია არასოდეს გვიამბობს, ბერიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშლა ბოლო წლებში. ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის რეპრესიულ აპარატს, ადამიანი, რომელიც არასოდეს აჩვენებდა სისუსტეს, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი, უცებ იწყებს ბერდებას. და ეს ბერდება არ არის მხოლოდ ასაკის საკითხი. ეს არის ტვირთის საკითხი, ტვირთი იმ ყველაფრისა, რაც მან ნახა, რაც მან გააკეთა, რაც მან იცოდა. წარმოიდგინეთ ის ღამეები, როდესაც ბერია ვერ იძინებს. ის წევს საწოლში, თვალები ღიაა და ფიქრობს. რაზე ფიქრობს ის? შესაძლოა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოკვდნენ მისი ბრძანებით. შესაძლოა იმ ოჯახებზე, რომლებიც დაიშალა მისი ხელმოწერის გამო. შესაძლოა იმ ბავშვებზე, რომლებიც გაიზარდნენ მშობლების გარეშე, რადგან ბერიამ გადაწყვიტა, რომ მათი მშობლები იყვნენ ხალხის მტრები. და შესაძლოა ის ფიქრობს იმაზე, რომ ყველაფერი ეს იყო უაზრო, რომ რეპრესიები არ გადაარჩინა საბჭოთა კავშირი, არამედ თითქმის გაანადგურა ის. მაგრამ ბერია არ არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სინანულით. ის არის პრაგმატიკოსი. და როდესაც ის ხედავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ის არ ცდილობს გაამართლოს ის. ის ცდილობს შეცვალოს ის. და ზუსტად ეს არის ის, რაც მას კლავს. რადგან საბჭოთა სისტემა არ იყო აშენებული ცვლილებისთვის. ის იყო აშენებული სტაბილურობისთვის, სტაბილურობა, რომელიც ნიშნავდა სტაგნაციას, რომელიც ნიშნავდა შიშს, რომელიც ნიშნავდა კონტროლს. და როდესაც ბერიაც ცდილობს ამ სტაბილურობის დარღვევას, სისტემა რეაგირებს ისე, როგორც ყველა სისტემა რეაგირებს საფრთხეზე, ის ანადგურებს საფრთხის წყაროს. და აქ ჩნდება ის, რაც ყველაზე საშიშია ბერიასთვის, არა გარე მტრები, არამედ შიდა. ის 33 ადამიანი, რომლებიც იცნობენ მას, იწყებენ ლაპარაკს. არა ყველა, არა ერთდროულად, მაგრამ ნელ-ნელა. ისინი ლაპარაკობენ ერთმანეთთან, ისინი ლაპარაკობენ სხვებთან, ისინი ლაპარაკობენ იმათთან, ვინც არ უნდა ყოფილიყო. და ყოველი ეს საუბარი არის წვეთი, რომელიც ავსებს ჩიქას. და როდესაც ჩიქა გადავსებულია, ის იწყებს დინებას. ერთ-ერთი ეს ადამიანი არის ბერიას პირადი მძღოლი, კაცი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური პოზიცია. ის იყო ყოველთვის იქ, მაგრამ არასოდეს ყოფილა ნამდვილად ნანახი. ის იყო უხილავი და ზუსტად ამიტომ ის ხედავდა ყველაფერს. 1953 წლის მაისში ერთ ღამეს, ბერია უბრძანებს მას წაიყვანოს ის არა სახლში, არამედ სხვაგან, ადგილას, რომელიც მძღოლმა არასოდეს ნახა. ისინი მიდიან მოსკოვის გარეუბანში, ძველ ინდუსტრიულ რაიონში, სადაც არის მიტოვებული ქარხანა. ბერია გადის შიგნით და რჩება იქ 2 საათის განმავლობაში. მძღოლი ელოდება მანქანაში და ფიქრობს, რატომ? რატომ მოვიდა ბერია აქ, ამ მიტოვებულ ადგილას, შუაღამისას? როდესაც ბერია ბრუნდება, მძღოლი ხედავს მის სახეს. და ის, რასაც ხედავს, აშინებს მას. ბერიას სახე არის ფერმკრთალი, ოფლიანი, შეშინებული.
ძღოლი არასოდეს ნახა ბერია ასეთი. ის ყოველთვის იყო კონტროლირებული, ყოველთვის მშვიდი, ყოველთვის ძლიერი. მაგრამ ახლა ის გამოიყურება როგორც ადამიანი, რომელმაც ნახა მოჩვენება. ძღოლი არაფერს ეკითხება. ის უბრალოდ ატარებს ბერიას სახლში. მაგრამ მას ახსოვს ეს ღამე. და მოგვიანებით, როდესაც ბერიას დააპატიმრებენ, როდესაც გამომძიებლები ეკითხებიან მას ბერიას საიდუმლოებებზე, ის ეუბნება მათ ამ ღამის შესახებ. და ისინი მიდიან იმ მიტოვებულ ქარხანაში და პოულობენ იქ რაღაცას, რაც ხსნის ბერიას ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას. რა იყო ეს? ოფიციალური დოკუმენტები არ ამბობენ. მაგრამ არსებობს ჭორები, რომლებიც ვრცელდება გამომძიებლებს შორის, ჭორები, რომლებიც ვრცელდება ოჯახებს შორის, ჭორები, რომლებიც ვრცელდება თაობიდან თაობაში. ეს ჭორები ამბობენ, რომ იმ ქარხანაში იყო ბუნკერი, საიდუმლო ბუნკერი, რომელიც ბერიამ ააშენა წლების წინ, როგორც თავშესაფარი საგანგებო სიტუაციისთვის. და ამ ბუნკერში იყო ყველაფერი, რაც ბერიას სჭირდებოდა გადასარჩენად: საკვები, წყალი, იარაღი, ფული, ხალბი, დოკუმენტები. ეს იყო მისი გასაქცევი გეგმა. მაგრამ რატომ წავიდა ბერია იქ იმ ღამეს? რატომ შეამოწმა ის თავისი გასაქცევი გეგმა ზუსტად მაშინ? პასუხი არის მარტივი, იმიტომ რომ ის იცოდა, რომ დრო იწურებოდა. ის იცოდა, რომ ხრუშჩოვი და სხვები გეგმავდნენ რაღაცას. ის იცოდა, რომ მისი ძალა, რომელიც ერთ დროს ჩანდა უდავოდ, ახლა იყო მკიფე. და ის ემზადებოდა ყველაზე უარესისთვის. მაგრამ აქ არის კითხვა, რატომ არ გამოიყენა ის ეს გასაქცევი გეგმა? რატომ, როდესაც 26 ივნისს მას დააპატიმრებდნენ, ის არ სცადა გაქცევა? ერთი ვერსია ამბობს, იმიტომ რომ ბერია არ იყო მაქცეველი. ის იყო მებრძოლი. და მებრძოლები არ გარბიან. ისინი რჩებიან და იბრძვიან. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, უფრო რთული, უფრო ტრაგიკული. ეს ვერსია ამბობს, რომ ბერია იცოდა, რომ გაქცევა არ იყო გამოსავალი. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ის ყოველთვის იქნებოდა ბერია, ადამიანი, რომლის სახელი იყო სინონიმი რეპრესიებისა და ტერორისა. ის არასოდეს შეძლებდა ჩვეულებრივი ცხოვრების ცხოვრებას. ის არასოდეს შეძლებდა იყოს უბრალოდ ადამიანი. ამიტომ რა აზრი ჰქონდა გაქცევას? და აქ ვაღწევთ ბერიას ტრაგედიის ბირთვს, ის იყო პატიმარი საკუთარი ისტორიისა. ის იყო პატიმარი იმ ყველაფრისა, რაც მან გააკეთა, იმ ყველაფრისა, რაც მან იყო. და როდესაც ის სცადა შეცვლა, როდესაც ის სცადა გამოსყიდვა, როდესაც ის სცადა გადარჩენა სისტემისა და შესაძლოა საკუთარი თავისა, უკვე გვიან იყო. იმიტომ რომ ისტორია არ აპატიებს. ისტორია არ ავიწყდება. და ისტორია არ იძლევა მეორე შანსს. მაგრამ ბერიას ისტორიაში არის ერთი დეტალი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, დეტალი, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე, ვინ რეალურად მოიგო ბერიას დაცემით. პასუხი არის შოკის მომგვრელი, არავინ. ან უფრო სწორად, ყველამ მოიგო მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ყველამ წააგო გრძელვადიან პერსპექტივაში. ხრუშჩოვმა მოიგო ძალაუფლება, მაგრამ წააგო ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ყველამ იცოდა, რომ ის მოვიდა ძალაუფლებაში არა იდეების წყალობით, არამედ შეთქმულების წყალობით. მალენკოვმა მოიგო გადარჩენა, მაგრამ წააგო პატივი, იმიტომ რომ ყველამ იცოდა, რომ ის უღალატა თავის მოკავშირეს. პოლიტბიურომ მოიგო სტაბილურობა, მაგრამ წააგო რეფორმების შანსი, იმიტომ რომ ბერიას დაცემით ისინი აჩვენეს, რომ ყოველი მცდელობა სისტემის შეცვლისა იქნება დასჯილი სიკვდილით. და აქ არის ყველაზე მწარე ირონია, ბერიას მოკლით, საბჭოთა ელიტამ გადაარჩინა სისტემა, რომელიც ბერია ცდილობდა შეეცვალა. მაგრამ ამ სისტემის გადარჩენით ისინი ასევე დაწერეს მისი სასიკვდილო განაჩენი. იმიტომ რომ სისტემა, რომელიც არ იცვლება, არის სისტემა, რომელიც კვდება. და საბჭოთა კავშირი, რომელიც 1953 წელს უარი თქვა ბერიას რეფორმებზე, 1991 წელს ჩამოიშალა, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რომლებზეც ბერია ფრთხილებდა. წარმოიდგინეთ ბერია 1953 წლის 26 ივნისს, როდესაც ის შედის პრეზიდიუმის სხდომაზე და ხედავს მათ სახეებს. ის ხედავს ხრუშჩოვის სახეს, რომელიც ცდილობს დამალოს შიშიმრისხანებით. ის ხედავს მალენკოვის სახეს, რომელიც ცდილობს დამალოს სირცხული გულგრილობით. ის ხედავს ჟუკოვის სახეს, რომელიც ცდილობს დამალოს ეჭვი მტკიცებით. და ის ესმის, რომ ეს არის დასასრული. მაგრამ რას გრძნობს ის ამ მომენტში? შესაძლოა ის გრძნობს შვებას. შვებას იმისგან, რომ საბოლოოდ ტვირთი ჩამოეხსნა. ტვირთი 20 წლის ძალაუფლებისა, 20 წლის შიშისა, 20 წლის მარტოობისა.
იმიტომ რომ ბერია ყველა მისი ძალით იყო ყველაზე მარტოხელა ადამიანი საბჭოთა კავშირში. მას არ ჰყავდა მეგობრები, მხოლოდ მოკავშირეები. მას არ ჰყავდა კონფიდენტები, მხოლოდ ქვეშევრდომები. მას არ ჰყავდა ოჯახი ჩვეულებრივი გაგებით, მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მის ჩრდილში. და ახლა, როდესაც ყველაფერი მთავრდება, შესაძლოა ის გრძნობს, რომ საბოლოოდ შეუძლია დასვენება. მაგრამ ბერია არ იძლევა მათ ამ კმაყოფილებას. როდესაც ხრუშჩოვი იწყებს მისი დადანაშაულებას, ბერია არ ტირის. ის არ ითხოვს წყალობას. ის არ ცდილობს გაქცევას. ის უბრალოდ დგას იქ და უყურებს მათ, უყურებს თითოეულ მათგანს თვალებში და ამბობს, თქვენ იცით, რომ ეს ყალბია. თქვენ ყველანი იცით და ეს არის ყველაზე საშიში, რაც ბერიას შეუძლია თქვას. იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე. ისინი ყველანი იციან, რომ ბერია არ არის ბრიტანული ჯაშუში. ისინი ყველანი იციან, რომ ბერია არ გიგმავდა პარტიის დამხობას. ისინი ყველანი იციან, რომ ბერია არ იყო ხალხის მოღალატე. მაგრამ ისინი ასევე იციან, რომ ბერია უნდა მოკვდეს. იმიტომ, რომ თუ ბერია გადარჩება, მაშინ ისინი ყველანი არიან საფრთხეში. და აქ არის ის, რაც ბერიას ისტორიას ისე ძლიერს ხდის, ის არის ისტორია არა ერთი ადამიანის შესახებ, არამედ სისტემის შესახებ. სისტემის, რომელიც ჭამს თავის შვილებს. სისტემის, რომელიც არ იტანს ცვლილებას. სისტემის, რომელიც ანადგურებს ყველას, ვინც ცდილობს მის შეცვლას. ბერია იყო ამ სისტემის შემქმნელი. მაგრამ როდესაც ის სცადა ამ სისტემის შეცვლა, სისტემა მას გაანადგურა. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ბერიას ისტორია გვასწავლის, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ძალაუფლება არის ილუზია, რომ კონტროლი არის ილუზია, რომ უსაფრთხოება არის ილუზია. ბერიამ ფიქრობდა, რომ ის აკონტროლებდა სისტემას. მაგრამ სინამდვილეში სისტემა აკონტროლებდა მას. ბერიამ ფიქრობდა, რომ ის იყო ძლიერი. მაგრამ სინამდვილეში ის იყო მოწყვლადი. ბერიამ ფიქრობდა, რომ მას შეეძლო შეცვლა. მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ შეეძლო მოკვდა. და ეს არის ტრაგედია, არა პირადი ტრაგედია, არამედ უნივერსალური ტრაგედია. ტრაგედია ყველა იმ ადამიანისა, ვინც ოდესმე ცდილობდა ძალაუფლების შეცვლას და აღმოაჩინა, რომ ძალაუფლება არ იცვლება, ის მხოლოდ გადადის ერთი ხელიდან მეორეში, მაგრამ თავად რჩება იგივე. და ახლა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ბერიას ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ არა მონსტრს, არამედ ადამიანს, რომელმაც გააკეთა საშინელი საქმეები, მაგრამ ასევე ადამიანს, რომელმაც სცადა გამოსწორება. ადამიანს, რომელმაც შექმნა სისტემა, მაგრამ ასევე ადამიანს, რომელმაც სცადა მისი განადგურება. ადამიანს, რომელმაც იცოდა ძალიან ბევრი, მაგრამ ასევე ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა ძალიან გვიან. და ეს არის ის, რაც ბერიას ისტორიას ისე აქტუალურს ხდის დღეს, იმიტომ რომ ის გვახსენებს, რომ ისტორია მეორდება, რომ ძალაუფლება კვლავ კორუმპირებს, რომ სისტემები კვლავ ანადგურებენ მათ, ვინც ცდილობს მათ შეცვლას. მაგრამ ბერიას ისტორია ასევე გვახსენებს რაღაც სხვას, რომ ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ არა ერთი ადამიანის მიერ. რომ რეფორმა შესაძლებელია, მაგრამ არა ზემოდან. რომ გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ არა ძველი მეთოდებით. ბერია სცადა შეცვლა სისტემა ზემოდან, გამოიყენა ძველი მეთოდები, იმუშავა მარტო. და ის წააგო. მაგრამ მისი წაგება არ ნიშნავს, რომ ცვლილება შეუძლებელია. ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ცვლილება მოითხოვს რაღაც სხვას, რაღაც, რაც ბერიას არ ჰქონდა და არ შეეძლო ჰქონოდა. რა იყო ეს? შესაძლოა ლეგიტიმაცია. შესაძლოა ხალხის მხარდაჭერა. შესაძლოა მორალური ავტორიტეტი. ბერიას არ ჰქონდა არც ერთი ამათგანი. მას ჰქონდა მხოლოდ ძალა და ძალა, როგორც აღმოჩნდა, არ იყო საკმარისი. იმიტომ, რომ ძალა შეიძლება დაიპყროს ძალაუფლება, მაგრამ ძალა ვერ შეცვლის სისტემას. სისტემის შესაცვლელად სჭირდება რაღაც უფრო ღრმა, სჭირდება იდეა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, სჭირდება ხედვა, რომელიც აძლევს მათ იმედს, სჭირდება ლიდერი, რომელსაც ენდობიან. და ბერია არ იყო ასეთი ლიდერი. ის იყო ლიდერი, რომელსაც ეშინოდნენ, არა ლიდერი, რომელსაც ენდობოდნენ. და ეს არის ბერიას ბოლო და ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა, მაგრამ არ ჰქონდა ნდობა. რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა, მაგრამ არ ჰქონდა ლეგიტიმაცია. რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გეგმა, მაგრამ არ ჰქონდა მოკავშირეები. და როდესაც მოვიდა ის მომენტი, როდესაც მას სჭირდებოდა ყველაფერი ეს, მას არაფერი ჰქონდა. მას ჰქონდა მხოლოდ მისი წარსული, რომელიც მას კლავდა.
და ახლა 10 წლეულების შემდეგ ბერია სიკვდილის შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვი ახორციელებს ზუსტად იმ რეფორმებს, რომლებზეც ბერია ლაპარაკობდა, ჩვენ ვხედავთ ირონიას, ირონია იმისა, რომ ისტორია არ იხსენებს ბერიას როგორც რეფორმატორს, არამედ როგორც ჯალათს. ირონია იმისა, რომ ხრუშჩოვი, რომელმაც მოკლა ბერია, შედის ისტორიაში როგორც ლიბერალიზატორი, ხოლო ბერია, რომელმაც დაიწყო ლიბერალიზაცია, რჩება ისტორიაში როგორც მონსტრი. ირონია იმისა, რომ ბერიას იდეები გადარჩა, მაგრამ ბერიას სახელი დაიკარგა. მაგრამ შესაძლოა ეს არის სამართლიანი. შესაძლოა ბერია არ იმსახურებს აღიარებას როგორც რეფორმატორი, იმიტომ რომ მისი რეფორმები არ იყო მოტივირებული ჰუმანიზმით, არამედ პრაგმატიზმით. შესაძლოა ბერია არ იმსახურებს შეწყალებას, იმიტომ რომ მისი ხელები იყო სისხლში მილიონობით უდანაშაულო ადამიანისა. შესაძლოა ბერია არ იმსახურებს სიმპათიას, იმიტომ რომ ის იყო ნაწილი სისტემისა, რომელმაც გაანადგურა თაობა. მაგრამ ბერია იმსახურებს გაგებას, გაგება იმისა, რომ ის იყო არა მხოლოდ მონსტრი, არამედ ასევე ადამიანი. ადამიანი, რომელმაც გააკეთა საშინელი საქმეები, მაგრამ ასევე ადამიანი, რომელმაც სცადა რაღაცის შეცვლა. და ეს რაღაც იყო ის, რაც საბოლოოდ მას მოკლა. ვინ რეალურად იყო ბერია? ჯალათი თუ რეფორმატორი? მონსტრი თუ პრაგმატიკოსი? დამნაშავე თუ მსხვერპლი? პასუხი არის, ყველა ეს ერთდროულად. და ეს არის ის, რაც ბერიას ისტორიას ისე რთულს და ისე ფასეულს ხდის, იმიტომ რომ ის გვახსენებს, რომ ადამიანები არ არიან მარტივი, რომ ისტორია არ არის შავთეთრი, რომ სიმართლე არის ყოველთვის რთული. და როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ბერია, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი ეპოქა, რომელმაც შექმნა ბერია და რომელიც ბერიამ შექმნა. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც არავინ უნდა ყოფილიყო. 1953 წლის ივნისის 25 საღამო 24 საათით ადრე, ვიდრე ბერიას დააპატიმრებდნენ. ამ ოთახში ლუბიანკის სიღრმეში ორი კაცი ზის მაგიდასთან. ერთი მათგანი არის ბერიას უახლოესი თანაშემწე, ადამიანი, რომლის სახელი არასოდეს გამოჩნდება არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. მეორე არის ადამიანი, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს, ადამიანი, რომელმაც იცის ყველა საიდუმლო, ყველა ტუნელი, ყველა გასასვლელი კრემლიდან. მათ შორის მაგიდაზე დევს რუკა, არა ჩვეულებრივი რუკა, არამედ რუკა, რომელზეც მონიშნულია ის, რაც არავის უნდა სცოდნოდა. ტუნელები, საიდუმლო გასასვლელები, ბუნკერები, გზები, რომლებიც მიდის არა სადმე, არამედ არსად ადგილებში, სადაც ადამიანი შეიძლება გაქრეს და არასოდეს იპოვონ. პირველი კაცი ეკითხება, რატომ მაჩვენებ ამას ახლა? მეორე პასუხობს, იმიტომ რომ ის იცის. რა იცის? რომ ეს არის ბოლო. პირველი კაცი უყურებს რუკას და ხედავს იქ წითლად მონიშნულ წერტილებს, 6 წერტილი, 6 ადგილი, სადაც ბერიას შეეძლო დამალვა, თუ ყველაფერი ჩავარდებოდა. მაგრამ შემდეგ ის ხედავს რაღაც სხვას, ყოველ ამ წერტილზე არის შავი ჯვარი. ეს რას ნიშნავს? მეორე კაცი ჩუმად ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე იციან. ყველა 6. ხრუშჩოვის ადამიანებმა იპოვეს ისინი გუშინ, პირველი კაცი გრძნობს, როგორ ცივდება მისი სისხლი. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? მეორე კაცი კეცავს რუკას და აყენებს მას ცეცხლში. არაფერი. ჩვენ უკვე მოვაგვარეთ. ეს საუბარი არასოდეს ჩაიწერა. ეს ორი კაცი არასოდეს ლაპარაკობდნენ ამის შესახებ. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, წლების შემდეგ სიკვდილის საწოლზე უთხრა თავის შვილს, ბატონმა ბერიამ იცოდა, რომ ყველა გასასვლელი დახურული იყო. ის იცოდა, რომ ყველა გზა იყო დაბლოკილი. ის იცოდა, რომ ხრუშჩოვი მოემზადა თვეების განმავლობაში. მაგრამ ის მაინც წავიდა იმ სხდომაზე. რატომ? იმიტომ, რომ ის არ სურდა სამოქალაქო ომი. ის არ სურდა, რომ ქვეყანა დაიცვა მისი გადარჩენის გამო. ის აირჩია სიკვდილი ქაოსის ნაცვლად, ეს იყო ბერიას ბოლო არჩევანი, რომელიც ხსნის ყველაფერს. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალურად არჩევანი? ან იყო ეს უბრალოდ გარდაუვალობის აღიარება? წარმოიდგინეთ ბერია იმ ბოლო ღამეს 25 ივნისს, როდესაც ის თავის კაბინეტში და იცის, რომ ხოლ ყველაფერი მთავრდება. ის უყურებს ფანჯარას და ხედავს მოსკოვს, ქალაქს, რომელსაც ის აკონტროლებდა 20 წლის განმავლობაში, ქალაქს, რომელიც ახლა ხდება მისი საპყრობილე. ის ფიქრობს თავის ოჯახზე, ნინოზე, რომელიც წინავს სხვა ოთახში, სერგოზე, რომელიც არ იცის, რომ მამა ხვალ აღარ დაბრუნდება. ის ფიქრობს იმ 1,201,728 ადამიანზე, რომლებიც მან გაათავისუფლა, ადამიანებზე, რომლებიც ახლა ცხოვრობენ, რადგან მან გადაწყვიტა, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. და აქ არის კითხვა, რომელიც ბერიას აწუხებს ამ ბოლო ღამეს, ღირდა თუ არა?
ღირდა თუ არა ამნისტია, თუ ის მას მოუკლავს. ღირდა თუ არა რეფორმები, თუ ისინი გახდა მისი სასიკვდილო განაჩენი. ღირდა თუ არა მცდელობა სისტემის შეცვლისა, თუ სისტემამ მას გაანადგურა. ბერია არ იცის პასუხი. ან შესაძლოა ის იცის, მაგრამ არ სურს აღიარება. იმიტომ რომ პასუხი არის მარტივი და მწარე, არა არ ღირდა. არა მისთვის. მაგრამ შესაძლოა ღირდა სხვებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადარჩნენ, იმ იდეებისთვის, რომლებიც გადარჩა, იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც მოხდა მოგვიანებით. 26 ივნისის დილა მოდის ისე, როგორც ყველა დილა, მზე ამოდის, ფრინველები მღერიან, ქალაქი იღვიძებს. ბერია ადგება, იხურება, ჭამს საუზმეს თავის ოჯახთან ერთად. ყველაფერი ჩანს ნორმალურად. მაგრამ ნინო ხედავს რაღაცას მისი თვალებში, რაც მას აშინებს. რა გაწუხებს, ეკითხება ის. ბერია ღიმის ის ღიმილი, რომელიც არასოდეს აღწევს მის თვალებამდე და ამბობს, არაფერი. უბრალოდ დაღლილი ვარ, მაგრამ ნინო იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. ის იცის თავისი ქმარი 30 წლის განმავლობაში. ის იცის, როდესაც ის ატყუებს. მაგრამ ის არაფერს ამბობს. ის უბრალოდ იკითხება, დაბრუნდების ადგილზე, ბერია ყოყმანობს, შემდეგ ამბობს, ვეცდები. ეს არის ბოლო სიტყვები, რომლებსაც ნინო ესმის თავისი ქმრისგან. ვეცდები, ორი სიტყვა, რომელიც შეიცავს მთელ სამყაროს, სამყაროს იმედისა და შიშისას, სამყაროს სიყვარულისა და ტკივილისას, სამყაროს ყველაფრისა, რაც დაკარგულია და ყველაფრისა, რაც დარჩა. ბერია ტოვებს სახლს და ჯდება მანქანაში. მძღოლი, რომელიც მასთან არის 10 წლის განმავლობაში, ხედავს მის სახეს უკანა სარკეში და გრძნობს, რომ რაღაც არ არის სწორი. მაგრამ ის არაფერს ამბობს. ის უბრალოდ ატარებს ბერიას კრემლში, ადგილში, სადაც ბერია 1000-ჯერ იყო, მაგრამ საიდანაც ის არასოდეს დაბრუნდება. პრეზიდიუმის სხდომა იწყება ჩვეულებრივად. ადამიანები შემოდიან, ჯდებიან, ლაპარაკობენ ყოველდღიურ საკითხებზე. ბერია ასევე ზის თავის ადგილზე და უსმენს. მაგრამ ის გრძნობს, რომ რაღაც არ არის ისე. ის გრძნობს დაძაბულობას ოთახში, დაძაბულობას, რომელიც არ უნდა იყოს. ის უყურებს ხრუშჩოვის სახეს და ხედავს იქ რაღაცას, რაც გავს გადაწყვეტილებას. ის უყურებს მალენკოვის სახეს და ხედავს იქ რაღაც სხვას, რაც გავს შიშს. ის უყურებს ჟუკოვის სახეს და ხედავს იქ რაღაც მესამეს, რაც გავს მზადყოფნას. და ის ესმის. ხრუშჩოვი იწყებს ლაპარაკს. ის ლაპარაკობს ბერიას დანაშაულებაზე, ჯაშუშობაზე, შეთქმულებაზე, მოღალატეობაზე. ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ბერია არის საფრთხე პარტიისთვის, საფრთხე ქვეყნისთვის, საფრთხე ყველაფრისთვის, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ. ბერია უსმენს და ელოდება. ის ელოდება იმ მომენტს, როდესაც მას შეეძლება პასუხის გაცემა, როდესაც მას შეეძლება ახსნა, რომ ყველაფერი ეს არის ტყუილი. მაგრამ ეს მომენტი არასოდეს მოდის. იმიტომ რომ როდესაც ხრუშჩოვი ამთავრებს, კარი იღება და შემოდიან ისინი, შეიარაღებული ოფიცრები, გენერლები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს. ბერია დგება. ის არ ცდილობს გაქცევას. ის არ ცდილობს წინააღმდეგობას. ის უბრალოდ დგას იქ და უყურებს მათ, უყურებს თითოეულ მათგანს თვალებში და ამბობს ერთ წინადადებას. ერთ წინადადებას, რომელიც შეიცავს ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს არის შეცდომა. არა, ეს არის ტყუილი, არა მე უდანაშაულო ვარ, არამედ ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ბერია იცის, რომ ისინი არ ცდებიან, ისინი ზუსტად იციან, რას აკეთებენ. ისინი კლავენ მას არა იმიტომ, რომ ის დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ ის საშიშია. და ეს არის შეცდომა, რომელიც დაუჯდება მათ ყველას. მას აპატიმრებენ. მას გაჰყავთ. და ის ქრება. 6 თვის განმავლობაში არავინ იცის, სად არის ბერია, ცოცხალია თუ მკვდარი. 6 თვის განმავლობაში მთელი ქვეყანა ცხოვრობს გაურკვევლობაში იმის შესახებ, რა მოხდა, რა ხდება. მაგრამ ბერიას ოჯახისთვის ეს 6 თვე არის უფრო მეტი, ეს არის წამება. ნინო და სერგო ცხოვრობენ იმ სახლში, რომელიც ერთ დროს იყო ციხე, მაგრამ ახლა გახდა რეალური ციხე. ისინი არ იციან, რა მოხდა ბერიას. ისინი არ იციან, დაბრუნდება თუ არა ის. ისინი მხოლოდ იციან, რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ მათი ცხოვრება, როგორც ისინი იცნობდნენ მას, დასრულდა. 23 დეკემბერს მოდის ოფიციალური განცხადება, ბერია გასამართლეს და დახვრიტეს. მაგრამ რა რეალურად მოხდა იმ 6 თვეში? სად იყო ბერია? როგორ ცხოვრობდა ის? რა ფიქრობდა ის? ჩვენ არასოდეს გავიგებთ დარწმუნებით.
იმიტომ რომ ყველა ვინც იყო იქ, ან მოკვდა, ან დუმს. მაგრამ არსებობს ფრაგმენტები მოგონებებისა, ფრაგმენტები დოკუმენტებისა, ფრაგმენტები ჯორებისა, რომლებიც ერთად ქმნიან სურათს. სურათს ადამიანისა, რომელიც ბოლო თვეებში ცხოვრობდა იმედის გარეშე, მაგრამ ღირსებით. ერთ-ერთი ეს ფრაგმენტი მოდის ბერიას ბოლო დაცვისგან, კაცისგან, რომელიც იყო მასთან ბოლო დღეებში. ის ამბობს, ბატონი ბერია არ ტიროდა. ის არ ითხოვდა წყალობას. ის არ ცდილობდა გაქცევას. ის უბრალოდ ელოდა. ის ელოდა დასასრულს, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დასასრული გარდაუვალია. მეორე ფრაგმენტი მოდის გამომძიებლისგან, რომელიც ეკითხებოდა ბერიას. ის ამბობს, ის არ აღიარებდა არაფერს. ის არ უარყოფდა არაფერს. ის უბრალოდ ჩუმად იჯდა და უყურებდა ჩვენ, უყურებდა ისე, თითქოს ის იცოდა რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცოდით. მესამე ფრაგმენტი მოდის ექიმისგან, რომელიც ამოწმებდა ბერიას ჯანმრთელობას. ის ამბობს, მისი სხეული კვდებოდა. მისი გული იყო სუსტი. მისი ფილტვები იყო დაზიანებული. მაგრამ მისი გონება იყო ცხადი ბოლომდე. და აქ არის ბერიას ბოლო საიდუმლო იმისა, რაზე ფიქრობდა ის იმ ბოლო დღეებში. ფიქრობდა თუ არა ის თავის დანაშაულებზე, იმ ათასობით ადამიანზე, რომლებიც მოკვდნენ მისი ბრძანებით. ფიქრობდა თუ არა ის თავის რეფორმებზე, იმ ცვლილებებზე, რომლებიც მან სცადა და რომლებმაც მას მოუკლა. ფიქრობდა თუ არა ის თავის ოჯახზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა ცხოვრობდნენ მის ჩრდილში. ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბერია მოკვდა ისე, როგორც ცხოვრობდა, მარტო, გაუგებელი, წინააღმდეგობებით სავსე. 23 დეკემბერს, როდესაც ოფიციალურად აცხადებენ მის სიკვდილს, ქვეყანა რეაგირებს სხვადასხვაგვარად. ზოგი გრძნობს შვებას იმისგან, რომ მონსტრი მოკვდა. ზოგი გრძნობს შიშს იმისგან, რომ თუ ბერია მოკლეს, ვინმე სხვაც შეიძლება მოკლან. ზოგი გრძნობს გაბრაზებას იმისგან, რომ ბერია მოკლეს არა მისი დანაშაულებების გამო, არამედ მისი რეფორმების გამო. მაგრამ უმეტესობა გრძნობს გაურკვევლობას იმის შესახებ, ვინ რეალურად იყო ბერია, რა რეალურად მოხდა, რა რეალურად ნიშნავს ეს ყველაფერი. და ეს გაურკვევლობა გრძელდება დღემდე. დღემდე ისტორიკოსები კამათობენ ბერიას შესახებ, იყო თუ არა ის რეფორმატორი თუ ოპორტუნისტი, იყო თუ არა ის მსხვერპლი თუ დამნაშავე, იყო თუ არა ის ადამიანი, რომელმაც სცადა სისტემის გადარჩენა, თუ ადამიანი, რომელმაც სცადა ძალაუფლების შენარჩუნება. დღემდე ბერიას ოჯახი ცდილობს მისი სახელის გაწმენდას, ცდილობს აჩვენოს, რომ ის არ იყო მხოლოდ მონსტრი, არამედ ასევე ადამიანი, რომელმაც სცადა რაღაცის შეცვლა. დღემდე საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეები იხსენებენ ბერიას სხვადასხვაგვარად, ზოგი როგორც ჯალათს, ზოგი როგორც რეფორმატორს, ზოგი როგორც ორივეს. მაგრამ ერთი რამ არის უდავო, ბერიას სიკვდილი შეცვალა საბჭოთა კავშირი. არა დაუყოვნებლივ, არა დრამატულად, მაგრამ ნელ-ნელა, გარდაუვალად. იმიტომ რომ ბერიას სიკვდილით საბჭოთა ელიტამ აჩვენა, რომ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მათი პირობებით, არა ზემოდან, არა რადიკალურად, არამედ ნელა, კონტროლირებულად, უსაფრთხოდ. და ეს იყო გაკვეთილი, რომელიც ყველამ ისწავლა, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ძალიან სწრაფი ცვლილება არის საშიში, რომ ძალიან რადიკალური რეფორმა არის საფრთხე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერი არის პრობლემა. ბერიას სიკვდილის შემდეგ მოვიდა ის, რასაც ისტორია უწოდებს ხრუშჩოვის ყინულის დნობას, პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა იწყებს ლიბერალიზაციას. გულაგის სისტემა იშლება. პოლიტპატიმრები თავისუფლდებიან. რეპრესიები წყდება. ყველაფერი, რისთვისაც ბერია მოკლეს, ხდება რეალობა. მაგრამ ბერიას სახელი რჩება ისტორიაში არა როგორც რეფორმატორისა, არამედ როგორც ჯალათისა. მისი ოჯახი ცხოვრობს ჩრდილში, ნინო კვდება 1966 წელს, გატეხილი გულით და დავიწყებული. სერგო ცხოვრობს გრძელ ცხოვრებას, ხდება ცნობილი ინჟინერი, წერს მემუარებს, ცდილობს ახსნას, რომ მისი მამა იყო უფრო რთული, ვიდრე ისტორია ამბობს. მაგრამ ყველაზე ირონიული ბედი ხვდა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოკლეს ბერია. ხრუშჩოვი, რომელიც შევიდა ისტორიაში როგორც რეფორმატორი, 1964 წელს თავად დამხობილია ზუსტად იმავე მეთოდებით, რომლებიც მან გამოიყენა ბერიას წინააღმდეგ. მალენკოვი, რომელმაც უღალატა ბერიას, კარგავს ყველა ძალაუფლებას და კვდება დავიწყებული. მოლოტოვი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი შეთქმულების მონაწილე, გარიყულია პარტიიდან და ცხოვრობს ბოლო წლებში სრულ იზოლაციაში. ჟუკოვი, გენერალი, რომელმაც დააპატიმრა ბერია, თავად დამხობილია ხრუშჩოვის მიერ რამდენიმე წლის შემდეგ. ყველა მათგანი იხდის ფასს, არა იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბერიასთან, არამედ იმისთვის, რომ ისინი აჩვენეს, რომ ძალაუფლება შეიძლება აღებულ იქნას ძალით.
ქვეყანა თავად იცვლება ნელა, მტკივნეულად, წინააღმდეგობებით. გულაგის სისტემა იშლება, მაგრამ რეპრესიული აპარატი რჩება. პოლიტპატიმრები თავისუფლდებიან, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება არ მოდის. ეკონომიკა რეფორმირდება, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემები რჩება. და 1991 წელს 28 წლის შემდეგ ბერიას სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირი იშლება ზუსტად იმ მიზეზების გამო, რომლებზეც ბერია ფრთხილებდა 1953 წელს. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ბერიას ისტორიას, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედიას, არამედ მთელი სისტემის ტრაგედიას, სისტემის, რომელიც ვერ შეიცვალა, როდესაც ჯერ კიდევ იყო დრო და რომელიც ჩამოიშალა, როდესაც უკვე გვიან იყო. ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას ადამიანისა, რომელმაც სცადა სწორი საქმის გაკეთება არასწორი მიზეზების გამო და რომელიც მოკვდა არა მისი დანაშაულებების გამო, არამედ მისი მცდელობების გამო. ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას იდეებისა, რომლებიც იყო სწორი, მაგრამ მოვიდა არასწორ დროს არასწორი ადამიანისგან. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა რჩება, შეეძლო თუ არა ბერიას სხვაგვარად მოქცევა? შეეძლო თუ არა მას გადარჩენა და განხორციელება თავისი რეფორმებისა? პასუხი არის ორაზროვანი. ერთი მხრივ არა, იმიტომ რომ ბერიას წარსული იყო ძალიან სისხლიანი, მისი მეთოდები იყო ძალიან სასტიკი, მისი იმიჯი იყო ძალიან საშიში. ის არასოდეს შეძლებდა გამხდარიყო ლეგიტიმური რეფორმატორი, იმიტომ რომ ყველა იცოდა, ვინ იყო ის და რა გააკეთა მან. მეორე მხრივ კი, იმიტომ რომ თუ ბერია იქნებოდა უფრო მოთმინე, უფრო დიპლომატიური, უფრო ფრთხილი, შესაძლოა მას შეეძლო თავისი რეფორმების განხორციელება ნელა, ეტაპობრივად, ისე რომ არავინ გრძნობდა საფრთხეს. მაგრამ ბერია არ იყო ასეთი ადამიანი. ის იყო ინჟინერი, არა დიპლომატი. ის იყო პრაგმატიკოსი, არა პოლიტიკოსი. ის ხედავდა პრობლემას და ეძებდა ყველაზე სწრაფ გადაწყვეტას, არა ყველაზე უსაფრთხოს. და ეს იყო მისი ძლიერება და მისი სისუსტე, ძლიერება, რომელმაც მას საშუალება მისცა გაეკეთებინა ის, რაც სხვებს არ შეეძლოთ, და სისუსტე, რომელმაც მას მოუკლა. და აქ რჩება ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აწუხებს ისტორიკოსებს დღემდე, კითხვა, რომელზეც არასოდეს იქნება საბოლოო პასუხი, ვინ რეალურად იყო პასუხისმგებელი ბერიას სიკვდილზე? ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება? მალენკოვი, რომელმაც უღალატა მას? ჟუკოვი, რომელმაც დააპატიმრა ის? თუ იქნებ თავად ბერია, რომელმაც შექმნა სისტემა, რომელმაც მას გაანადგურა? თუ იქნებ სტალინი, რომელმაც ააშენა იმპერია, რომელიც შეეძლო არსებობა მხოლოდ შიშზე? თუ იქნებ მთელი საბჭოთა სისტემა, რომელიც იყო აშენებული ისე, რომ ყოველი მცდელობა ცვლილებისა იყო თვითმკვლელობა? პასუხი, შესაძლოა, არის ყველა და არავინ. ყველა, იმიტომ რომ ყველა მათგანი ითამაშა თავის როლს ამ ტრაგედიაში. არავინ, იმიტომ რომ ბერიას სიკვდილი იყო არა ერთი გადაწყვეტილების შედეგი, არამედ მთელი სისტემის ლოგიკის შედეგი, სისტემის, რომელიც იყო აშენებული ისე, რომ ის, ვინც ცდილობდა მის შეცვლას, უნდა მომკვდარიყო. ბერია იყო არა პირველი და არა ბოლო მსხვერპლი ამ სისტემისა. მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს სისტემა და შემდეგ სცადა მისი განადგურება, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოეჩინა, რომ სისტემა მასზე ძლიერი იყო. დღეს, 10 წლეულების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბერიას ისტორია რჩება აქტუალური, არა იმიტომ, რომ ის გვასწავლის, როგორ არ უნდა მოვიქცეთ, არამედ იმიტომ, რომ ის გვახსენებს, რომ ისტორია მეორდება, რომ სისტემები კვლავ ანადგურებენ მათ, ვინც ცდილობს მათ შეცვლას, რომ ძალაუფლება კვლავ კორუმპირებს, რომ შიში კვლავ აკონტროლებს. ბერიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, რომ ცვლილება არის შესაძლებელი, მაგრამ არა ისე, როგორც ბერიამ სცადა, არა ზემოდან, არა ძალით, არა ერთი ადამიანის მიერ. ცვლილება მოითხოვს რაღაც სხვას, რაც ბერიას არ ჰქონდა და არ შეეძლო ჰქონოდა, დობა, ლეგიტიმაცია, ხალხის მხარდაჭერა. და აქ რჩება ბოლო ღია კითხვა, რომელიც დღემდე აწუხებს ყველას, ვინც სწავლობს ბერიას ისტორიას, რა მოხდებოდა, თუ ბერია გადარჩებოდა? რა მოხდებოდა, თუ მისი რეფორმები განხორციელდებოდა 1953 წელს, არა 1955 წელს? რა მოხდებოდა, თუ საბჭოთა კავშირი შეიცვლებოდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იყო დრო, არა მაშინ, როდესაც უკვე გვიან იყო? გადარჩებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი? გახდებოდა თუ არა ის უფრო ჰუმანური, უფრო ეფექტური, უფრო ძლიერი? თუ იქნებ ის ჩამოიშლებოდა უფრო ადრე, უფრო სისხლიანად, უფრო ტრაგიკულად? ჩვენ არასოდეს გავიგებთ. იმიტომ რომ ისტორია არ იძლევა მეორე შანსს. იმიტომ რომ ის რაც მოხდა და ის რაც არ მოხდა დარჩა მხოლოდ როგორც შესაძლებლობა, რომელიც არასოდეს გახდა რეალობა.
მაგრამ ბერიას ისტორია გვახსენებს, რომ ყოველ არჩევანს აქვს შედეგები, რომ ყოველ გადაწყვეტილებას აქვს ფასი, რომ ყოველი მცდელობა ცვლილებისა არის რისკი, რომელიც შეიძლება იყოს ღირებული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ფატალური. ბერიამ აირჩია რისკი. მან აირჩია ცვლილება. მან აირჩია მცდელობა სისტემის გადარჩენისა, მაშინაც კი, როდესაც იცოდა, რომ ეს შეიძლება მას მოეკლა. და ის მოკვდა. მაგრამ მისი იდეები გადარჩა. მისი რეფორმები განხორციელდა. მისი ხედვა გახდა რეალობა, არა მისი ხელით, არა მისი სახელით, მაგრამ მაინც. და შესაძლოა ეს არის ბერიას ისტორიის ნამდვილი გაკვეთილი, რომ იდეები ადამიანებზე ძლიერია, რომ ცვლილება გარდაუვალია, რომ სისტემები, რომლებიც არ იცვლებიან, კვდებიან. მაგრამ ვინ გადაწყვეტს, როდის და როგორ მოხდება ეს ცვლილება? ვინ იქნება ის, ვინც გაბედავს რისკს? და რა ფასს გადაიხდის ის ამისთვის? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს, კითხვები, რომლებიც რჩება ღია, კითხვები, რომლებზეც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავად. ბერიამ უპასუხა თავისი გზით. და მან გადაიხადა ფასი. მაგრამ მისი პასუხი არ არის ბოლო პასუხი. ის არის მხოლოდ ერთი პასუხი, ერთი მაგალითი იმისა, რა ხდება, როდესაც ადამიანი ცდილობს შეცვალოს ის, რაც შეუცვლელად ჩანს. და ეს არის ის, რაც ბერიას ისტორიას ისე ძლიერს ხდის, არა პასუხები, რომლებსაც ის იძლევა, არამედ კითხვები, რომლებსაც ის აყენებს. კითხვები იმის შესახებ, თუ რა არის ძალაუფლება, რა არის სამართლიანობა, რა არის ცვლილება, რა არის ფასი, რომელსაც ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ იმისთვის, რისიც ჩვენ გვჯერა. ბერიამ გადაიხადა უმაღლესი ფასი. მაგრამ მისი ამბავი გრძელდება ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე კითხულობს მის შესახებ, ფიქრობს მის შესახებ, ცდილობს გაიგოს, ვინ იყო ის რეალურად და რას ნიშნავდა რეალურად მისი ცხოვრება და სიკვდილი.